გამარჯობა. მოდი დავიწყოთ ასე ვთქვათ მიმოხილვა ამ აპლიკაციის. რა ნიუანსები გვაქვს გასათვალისწინებელი და დაახლოებით როგორ უნდა ვიმუშაოთ. პირველ რიგში, ეს ჩვენ სამუშაო არეალი რაც გვაქვს, ამ სამუშაო დაბადა ანგარის აქ არის მოცემული. ქვემოთ გვაქვს სამართავი ღილაკები და ზემოხარეთ გვაქვს უკვე სორტირება, ფაილის შექმნა, მიკროჯოინტების გაკეთება, ფილეტი, ნახაზის დამუშავება, შემოტანა, გატანა და ანგარის მცირედი ოპერირების პარამეტრებიც. მოდი დავიწყოთ ფაილის დაიმპორტირებით, მაგალითად ელემენტარულად ფაილი როგორ შეგვიძლია შემოვიტანოთ, დავაკლიკოთ file, import და შემოვიტანოთ მაგალითად რაიმე DXF ფორმატის ნახაზი. ამოვიღებახლავე. ვცებ მაგალითად გვაქვს რაღაც კვადრატი, 2 ცალი და გვაქვს რაღაც წრეწირი. დავაექსპორტებ DXF ფორმატში. და აქ შეგვიძლია file, import და DXF ფაილი რომ შემოვიტანოთ. დავსვამთ ნებისმიერ ადგილას და შეგვიძლია ეს გავუშვათ. პირდაპირ start ღილაკზე დაჭერით. მაგრამ გაშვების მოვაგირდა თქვა თუ გვინდა ზომის შეცვლა, შეგვიძლია შევცვალოთ აი აქ scale-ის გამოყენებით. ცენტრის მიმართ. მაგალითად გვინდა რომ აი ცენტრის მიმართ გაიზარდოს. ან შეგვიძლია პრინციპში ავირჩიოთ bottom right, ანუ ქვედა მარჯვენა კუთხე და ამის მიმართ გაიზრდება, ასე ვთქვათ ეს ობიექტი. მივთითოთ 100 მმ და აი ეს გახადა 100 მმ ახლა ამ დასკეილებ ამ შეგვიძლია 100-100-ზე ჩაუწერთ. და ეს იქნება 100-100. შეგვიძლია ტრანსფორმაცია, მაგალითად გადატრიალება, ჰორიზონტალურად გადაბრუნება, დატრიალება 90 გრადუსით და ასე შემდგომ. ან ხელით, როგორც გვესიამონება, ისე რომ დავატრიალოთ. ახლა კიდევ გვერდზე გვაქვს lead line-ები, ანუ შესვლის და გამოსვლის ვარიანტი გულისხმება აქ. მოდი ავირჩიოთ lead lines. არკა იყოს, ეს არის შესვლა, ეს არის გამოსვლა. ავირჩიოთ არკა. მოდი არკა იყოს 2 მმ დახრილობა, თქვათ 110 გრადუსი. თუ დავაწერნა, კი ბატონო, დავაწერნა. და შესვლა არის ასეთი გაკეთებული. თუ გარეთაზე არ გვინდა, შეგვიძლია წავშალოთ. Clear ring cut. არა. ამის წაშლა წესი თუ უნდა შეგვეძლოს check lead line. Clear lead lines. კიდან წავშალეთ. შეგვიძლია დასაწყისი წერტილი შევუცვალოთ, მაგალითად, დავსვათ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც გვჭირდება ამ start point-ის გამოყენებით. Zero reference არ გვინდა, მაგალითად, თუ გსურსო ეს ნაწილები, ეს დეტალები ასე რომ ვთქვათ, არ ჩაგვივარდეს. შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ მიკროჯოინტები. მიკროჯოინტი აკეთებს პატარა დაშორებას, მაგალითად იყოს კი ბატონო 0.9 და სადაც დააკლიკავთ, იმ ადგილას გააკეთებს წყვეტას. შესაბამისად აქ არ გაჭრის და დეტალი დაბლა ჩავარდება. აქ არის მე შემდგომ რელიეფი, ფილეტი და გაგლების ადგილი. გაგლების ადგილი საჭიროა იმისთვის, რომ თქვად არის რაღაც მომენტი, რომ მახვილი კუთხე გვაქვს და აი ამ კუთხეში, როდესაც ჟანგბადი ჭრით, ეს ადგილი ცხელდება ზედმეტად, რადგანაც აი წარმოვიდგენთ, აი ესე წამოვიდა ცხვირი, მოვიდა და აი ესე გამოიარა. ყველაზე აი ამ სანტიმეტრ კვადრატზე ყველაზე მეტი გავლა გააკეთა აქ. დრო აქ შენელდა, მერე გამოვიდა და ამასობაში ეს მასალა გაცხელდა და აგრესიულად ჩაჭრის გაცხელებულ მასალას ლაზერი ვიდრე ცივ მასალას. შესაბამისად აი აქ შეგვიძლია კუთხეებში დავუმატოთ თქვათ გაგრილება. Auto cooling point. კი ბატონო, maximum angle. აი აგერ კუთხეებზე შეგვიძლია მივთითოთ. თუ წვეტიანი ადგილები იქნება, ვიტყვით რომ აი ამ გრადუსებზე ჟანგბადმა რომ არ ჩაგვიწვას მასალა, გამიგეთე გაგრილების წერტილები. თუ გინდა გადამრავლება ამ დეტალების უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ. გადამრავლება, polar array შეგვიძლია გქონდეს.
წრულად გადაამრავლებს თუ გვინდა კვადრატული გადამრავლება, მიუთითებთ და კვადრატულად გადაამრავლებთ. შესაძლებელი არის კიდევ, თქვათ, მაიცა. საკასე დავსვათ, bridge-ის ფუნქციის გამოყენება. Bridge width. ასეთ რაღაცის გაკეთება. გადამათ უჭირდება. აქ პარამეტრები შეგიძლიათ მიუთითოთ. მოდი იყოს თქვათ 3 მმ. რაღაც სიტუაციაში შეიძლება დაგჭირდეთ. ასე შეგიძლიათ გადამები გააკეთოთ, როგორც მოგესურვება. თქვა დეტალები ერთმანეთზე მიმაგრებული რომ იყოს და არ ჩავარდეს. ეს არის bridge-ის თელი, ასე ვთქვათ, მოღამე. შეგვიძლია სორტირების შეცვლა, მაგალითად, საიდან დაიწყოს მარჯვნიდან მარცხნიდან მარჯვნივ. მაგალითად, დავირჩიოთ აქ right left. დაიწყებს მარჯვნიდან და წავა ნელ-ნელა მარცხნივ. რაც შეეხება დახაზვას, აქ გვაქვს წრეწირები, ხაზები და სტანდარტული ის ფუნქციონალი, რაც ზოგადად ჭირდება, ასე ვთქვათ, ხაზვის პროცესს, მაგრამ აქ კომპლექსური ნახაზების დახაზვას აქ ვერ შევძლებთ. დანარჩენ რემნანტი არ უჭირდება. უფრო გამოგვადგება CNC. აქედან შეგვიძლია ძრავების ჩართვა გამორთვა, შეგვიძლია დავაბრუნოთ 0-ში. მაგალითად ავირჩიოთ, მიცემთ წადი 0-ში, წადი 0-ში, წადი 0-ში, წადი 0-ში, ან start origin და ყველას გააკეთებს. კიდის პოვნა გამოგვადგებათ, მაგალითად დიდი ზომის ლისტი გვაქვს და დახრილად გვაქვს დადებული. ანუ იდეალურად ზუსტად ვერასდროს ვერ დავდებთ, ასე ვთქვათ, ამ ლისტს. მაგიტომ დაახლოებით დახრილად დავდებით, მივიყვანთ ამ ლისტის დაახლოებით 10 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრზე წერტილში, გავუშვებთ ავტომატურ მოძიებას და თვითონვე მივა ცხვირი, გაივლის, აი აქ ფოტოში როგორც ჩანს, სამ წერტილზე. სამ წერტილში ამოწევს და ნახას ავტომატურად დახრის, მაგრამ ეს დახრა რჩება აპლიკაციაში შენახული და თუ ახალ ლისტს დავდებთ, ეგ უნდა წაშალოთ. ზოგადად ჯობია 6 წერტილიანი შემოწმება, ბევრად ზუსტი არის. 3 წერტილიანი ვერ არის ზუსტი, მაგიტომ მე არ გამოვიყენებდი რა 3 წერტილიანს. მიცდია ბევრჯერ, ჯობია 6-იანი გამოიყენოთ. 100, 2500. მაგალითად start edge save. მიცემთ saves, ან starts რომ მიცემთ, ეგრევე დაიწყებს იდეაში აქ edge detects, start edge detection, აი მას რომ მიცემთ, ოღონდ უკვე მასალის თავზე უნდა იყოს აუცილებლად მისული. და ცოტა 10-10-ზე შეწეული და ეგრე უნდა გააკეთებინოთ. კარგი, ამის შემდგომ კალიბრაცია, ცხვირის კალიბრაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. იმიტომ რომ როდესაც ცხვირი გამოიცვლება, ან კერამიკა გამოიცვლება, მაგ დროს იცვლება ამ ცხვირის ზოგადად ელექტრული მახასიათებელი, ანუ ტევადობა ეცვლება რეალურად ამ თავაკს. შეიძლება ოდნავ გადაუჭირეთ ცოტათი მეტად, ან ცოტათი ნაკლებად და ეს ცხვირის დაშორება მასალის მიმართ ყოველთვის თანაბარი რომ იყოს, ამისთვის კალიბრაცია ყოველ ცხვირის შეცვლაზე ან რაღაც დაზიანება მოხდა, ან ცხვირი წამოარყა, რაღაც ეგეთი მოხდა, ყოველთვის უნდა გაასწოროთ. თუ რაღაც ეგეთი მოხდა და ცხვირი გამოცვალეთ და კერამიკა გამოცვალეთ, აუცილებლად უნდა გასწორდეს ცენტრიც. და ცენტრის გასწორებას თან აგიხსნით, როგორ უნდა გაკეთდეს. აქ არის კიდევ ლუბრიკაცია, თუ ზეთი უკან გვისხია, მიცემთ ლუბრიკაციას და შეზეთვას გააკეთებს. All now. და გააკეთებს შეზეთვას. აქ დანარჩენი ფუნქციონალი არ გვჭირდება, view-შიდაც არაფერი არ გვინდა, აქ ენა იცვლება. ახლა რა ხდება ქვემოთ? როდესაც გვინდა რომ ჭრა დავაწყევინოთ, აუცილებლად უნდა ჩავართოთ შათერი, ჩავართოთ aiming-ის და ამის შემდგომ გაიშვება ლაზერული მჭრელი. თუ გვინდა შევამოწმოთ ლაზერი ასხევს თუ არა, laser dots დააჭერთ, ან იგივენაირად არის პულზე, ლაზერი გამოასხევს, blows დააჭერ, აირში ამოწმებ. აირის ტიპები გაქვს ორი, შანგბადი და აზოტი. აქ შეგიძლია აირჩიოთ რა, რომელიც მოგინდებათ რომ გატესტოთ, აი ამას აირჩევთ, დააჭერთ blows, სად არის blow ღილაკს და იმ აირს გამოუშვებს. აქ მართვა არის ჩვეულებრივი, თქვა თუ გვინდა გადაადგილებს სიჩქარის ცვლილება, აი აქ მაგალითად ჩავწერთ 10, ეს იქნება ნელი სიჩქარე, თუ fast-ის ამ ჩქარა გადაადგილებს სიჩქარე გვინდა შევცვალოთ, აქ fast მოვნიშნავთ და მერე შევცვლით ამ რიცხვს.
ჯოგ-ქათი არის თუ მონიშნავ ჯოგ-ქათს, როგორც კი დააჭერთ მარჯვნივ წასვლას ან მარცხენა ზემოთ ან ქვემოთ, ეგრევე ცხვირი ჩამოადაბა და სწორად ჩამოჭრას დაიწყებს და თიც რო აუშვებთ, ეგრევე გაჩერდება. ეგ არის იმისთვის, რომ თქვა აი ლისტიდან ამოვჭერით რაღაცეები და ჩამოსაჭრელი გვაქვს ეს ნარჩენი მასალა, თქვა 10 მმ-იანი ფურცელი არის მეტალის, საკმაოდ მძიმე იქნება ასაღებად და ამიტომ ჯოგ-ქათს გამოიყენეთ, მიიყვანთ დაახლოებით იმ ადგილას, სადაც გვინდა რომ ჩამოჭრათ, მაგალითად ეს თითთან ჯოგ-ქათს აირჩევ, დააჭერთ მარჯვნივ წასვლას, წავა მარჯვნივ და ჩამოჭრის ამ ადგილს. ნარჩენ სტარტი, პაუზა, სტოპი, სიმულაცია, ანუ ყველაფერი ისეთი რაც ასე ვთქვათ, ისაც გვაქვს აპლიკაციაში. ახლა რაც შეეხება პარამეტრებს. აქ არის ლეიერის პარამეტრები. გეტყვის ახლა როგორ უნდა შევინახოთ პარამეტრი, როგორ შევცვალოთ და ასე შემდგომ. ესე იგი, პირველი არის სიჩქარე, ზოგადად ეს არის ჭრის სიჩქარე უშუალოდ. ეს არის მასალიდან ცხვირის დაშორება, აირის ტიპი, გაზის წნევა, აქ აზოტზე მიუთითებთ თუ არ მიუთითებთ, ანუ მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ შეცვლის არაფერს. ეს მოქმედებს მხოლოდ როდესაც ჟანგბადი გვაქვს. ჟანგბადის შემთხვევაში ერთ ბარზე მეტზე წესით წნევაზე არ ახვალთ რა. ქვემოთ გვაქვს სიმძლავრეები, ეს duty cycle არის იგივე სიმძლავრის მახასიათებელი, რადგანაც კი ჩვენ 3 კილოვატი გვაქვს მაგალითად. ეს გამოსხივების სიმძლავრე, მაგრამ ჩვენ ვასხივებთ პულსებით. ანუ ეს ხდება აი როგორც პული მიოდი ისვრის, რომ პულსებად რომ ისვრის ტყვიებს ტაკ 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 ესვრის ტყვიებს, ხო? იგივენაირად ესეც ისვრის ლაზერის სხივებს. მაგრამ თითოეული ლაზერის სხივის სიმძლავრე რა იყოს და ხანგრძლივობა, ასე ვთქვათ, რამდენად შორმანძილზე შეიძლება ასე ვთქვათ ამ ტყვევამ მიფრინოს, არის ეს duty cycle. და ეს განსაზღვრავს, ანუ ეს 3 პარამეტრი გვაქვს ლაზერის სიმძლავრე რო ვცვალოთ. ქვეშ გვაქვს ფოკუსი, laser on delay, ანუ ჩართვის delay, ეს არ ჭირდებათ, ეს ჯობია დატოვოთ ასე ერთზე და ფოკუსის მანძილი. ფოკუსი იცვლება ჭრის მეთოდისთან მიხედვით. თუ ჟანგბადი ჭრით, მაშინ დადებითი მნიშვნელობები აქვს. ამ ფოკუსს დადებითი უნდა იყოს ეს ფოკუსური მანძილი, ხოლო თუ ეს არის ჰაერის კომპრესორზე, მაშინ უარყოფითი იქნება. გახრეტა გვჭირდება, როდესაც სქელი მასალები არის, ნელ-ნელა ჩახრეტა უნდა მოხდეს. აქ შეგვიძლია level 5 ავირჩიოთ და ვეუბნებით, რომ აი ჯერ სიმაღლიდან ჩახრიტე, მერე აქ ჩადე, მერე ასე ჩახრიტე, მერე კიდე რომ ეს ნაღვენთი არ ამოიფრქვიოს ზემოთ და ლაზერის ლინზაში არ შეგვივიდეს. აქ აირები უნდა ერჩიოთ აზოტები, ყველა თუ აზოტით მუშაობთ, ან ჰაერის კომპრესორით და შემდგომ აქ ყველას მიუთითოთ, რომ მაგალითად 30 მმ-ზე რაქნას 23-ზე, 15-ზე, 14-ზე, 12-ზე სტანდარტულად გავუშვით ეს. ნახეთ, თუ მისაღები არ იქნება, შემდგომ ან დროს გავუხანგრძლივებ, ან შეუმცირებთ და ასე შემდგომ. ფოკუსური მანძილით უნდა ცვალო, იმიტომ რომ ამ სიმაღლეზე ხო 20 მმ-ზე რო არის, აქ ფოკუსური მანძილი ეს რო გახრიტოს ზედაპირამდე ცოტა სხვა არის, დაბლა რო შეწევს სხვა არის, დაბლა რო შეწევს სხვა არის. ესე უნდა იცვალოს. ეს პარამეტრები ჯერჯერობით არ დაგვჭირდება. როდესაც შევინახოთ ამ პარამეტრებს, აქ სამწუხაროდ ექსპორტის ღილაკი არ მაქვს, აი backup, აგერმა არის, მე მგონი backup. Material library. კარგი, მოდი აბა შევინახოთ. ეს იყოს მაგალითად 2 მმ-იანი რკინა. Restore. აგერ არის 2 მმ-იანი რკინა. შეგვიძლია შემოვიტანოთ. ეს აქ უნდა იყოს ექსპორტი და იმპორტი. აგერ არის ქვემოთ მევოდიში. ჩამოსასროლი ყოფილა. ექსპორტს დააჭერთ. ვთქვათ, ეს შევინახოთ. ახლა მეორე შევინახოთ, მაგალითად აქ იყოს 15, აქ იყოს 1, აქ იყოს 1000. ექსპორტი მივცეთ, ამას დავვრქვათ 2 და თქვა თუ გინდა შემოტანა ამისი, რაც შევინახეთ, ავირჩიოთ ეს, open მივცეთ, აქ შემოიტანს. იგივენაირად ავირჩიოთ ახლა ეს, open და ისე იმ პარამეტრებს შემოიტანს ბოლოს რაც იყო. ეს არის და ეს პარამეტრების შენახვასთან დაკავშირებით. მოდი ახლა დაახლოებით თავaks გავჩვენებთ, როგორ გამოიყურება. Cutting heads. Give. ლაზერის თავაკები მილიონაირი არსებობს, მაგრამ პრინციპიალურად თითქმის ყველა ერთ და იგივე არის. IBM 100 მაგალითად. რაც ახლა ამ ლაზერზე აყენია. ჩავიდეთ, ნახოთ სქემატური ნახაზი.
მოკლედ, როგორც თქვი, ეს ლინზა, ეს თავაკი შედგება ბევრი ლინზებისგან და ყველას თავთავისი ფუნქციონალი აქვს. ახლა გაჩვენებთ ცოტათი დაშლილ ვარიანტს რა. აქ თუ გვაქვს ფოტო. გავყვეთ რა, აგერ არის გალოკა. აქედან შემოდის ბოჭკო, ეს არის QBH კონექტორი, რაშიდაც ბოჭკო ჯდება და იკეტება. აქ არის collimating module აწერია, მაგრამ აქ არის დამცავი შუშა. შემდგომ აი ამ სექციაში არის პოზიციონირება და ეს ხაზი აი აქ უნდა იყოს, აი ამ სექციაში არის კოლიმატორი ლინზა, შემდგომ ფოკუსური ლინზა, აქ არის ერთი დამცავი ლინზა ზევდამხარეს ჩადებული და მაგის ქვემოთ არის კიდევ ერთი დამცავი შუშა. შემდგომ არის აქ კერამიკა და ცხვირი. რა ხდება, აგიხსნით ახლა. ამ თავაკში რეალურად ძრავი საყენია. და ეს ძრავი ამოძრავებს იმ ლინზას, რომ ფოკუსური მანძილი შეიცვალოს. აი ეს არის ქვედა დამცავი შუშა. გამოაღებთ ამ თავაკს, სუფთად უნდა გამოაცუროთ ეს, ასე ვთქვათ, კარტრიჯი, რაშიდაც ლინზადებს, ამოიღებთ ორი ტეფლონის კალცუაკ, ჩადებთ შიგნით, ამოიღებთ ამ ძველ შუშას, ჩადებთ ახალ შუშას და ისევ შეაცურებთ. თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სუფთა გარემოში, არ უნდა იყოს ტვერი, ნაგავი და ასე შემდეგ. იგივენაირად ხდება ზედადაც, თუმცა ზედას გამოსვლა უნდა მოხდეს შედარებით უფრო სუფთა კაბინაში. ეს არ უნდა მოხდეს დაბინძურებულ გარემოში. აქ რა გვაქვს კიდე? აი, ეს არის ახლა შედარებით დაშლილი ნახაზი. აი აქ არის კოლიმატორი, აქ არის ზედადამცავი, შემდგომ არის ფოკუსური ლინზა, რომელსაც აი აქ არსებული ძრავი და ჭიახრახნი ამოძრავებს. აი ეს არის ფოკუსური ლინზა, შემდგომ ქვედადამცავი და შემდგომ თქვენ რასაც ცვლით. ანუ ოპერატორი რასაც ცვლის, ასე რომ ვთქვათ. გვაქვს კერამიკა, კერამიკას ქვემოდან ხრახნი, ეს ამ ხრახნის მოხსნისას ეს ხრახნი არის ნერჟავიკა, ეხრახნება ალუმინზე და უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი ეს ორი მასალა ერთმანეთთან კარგად არ ხახუნობს და იქ თუ ნაგავი გვაქვს ანამე, ხო შეიძლება ეს წესება ჩაგვიწყდეს. ასეც ხდება ყოველთვის, წელიწადში 3-4 შემთხვევა აქვს გავსი, მაგიტომ გაწმინდეთ ცველი სალფეთქით ყოველ მოხსნაზე, ტვერიან ნაგავი თუ იქნა შეგინდა, შემდგომ დაუჭირეთ. რომ რეზება არ მოწყდეს. კარგი. აქ არის უფრო კარგად ახსნილი, კი ბატონო. აი ამ ადგილას არის ეს ქვედა დამცავი შუშა. ამას მოუშვებთ, ამ ბოლტს გამოხსნით, ხელს მოკიდებთ, თითების მოსაკიდებელი აქვთ, გამოაძრობთ, ზედა კალცოს მოხსნით, ჩადებთ ახალ შუშას და ახურებთ და შესვამთ შიგნით. თუ ლინზები ოდნავ მაინც გასვლილი არის, აუცილებლად უნდა გამოიცვალოს, ანუ არაფერს არ უნდა დაველოდოთ. ეგრევე უნდა შეიცვალოს. ხო, მოდი ცოტათი ჩანახაც გავაკეთებ. რა იგულისხმება, როდესაც რა სხვაობა არის, ასე ვთქვათ, ჟანგბადსა და ჰაერის კომპრესორის ჭრას შორის. ვთქვათ, აი ასე დავაფოკუსირეთ ლაზერის სხივი. ლინზებმა დააფოკუსირეს ლაზერის სხივი. როდესაც ჟანგბადი ჭრით, ვთქვათ, ეს გვაქვს 10 მმ-იანი მასალა, ხო? ჟანგბადი ჭრის შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ ფოკუსური მანძილი იყოს მასალიდან, ვთქვათ, აი ასე 10 მმ-იანი მასალა ვჭრით და +3 გვექნება ფოკუსური მანძილი. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ცოტათი გავშალოთ, ანუ სულ წვეტი არ შეეხო ზედაპირს, ცოტათი უნდა გავშალოთ. ეს ჩვენი ლაზერის სხივი, აი ეს არის შეხების ადგილი და იმ არეში, სადაც ეს ყველაფერი ცხელდება, აქ ეს ყველაფერი გაცხელდება. მაღალი ტემპერატურა იქნება. სადაც გაცხელდება, ცოტა განიერად უნდა გაცხელდეს, რომ ჟანგბადის მიეხმაროს, ასე რომ ვთქვათ, ამ წვის პროცესში ეს ყველაფერი დადნეს, დაიშალოს, დაიჟანგოს და შემდგომ გაჭრეს. მაგიტომაც არის სარკისებრად პრიალა არის, თითქმის როდესაც ჟანგბადი იჭრება სქელი მასალებით. თხელ მასალებზე ეს წვის სისქე საკმაოდ დიდი არის და ცოტა ისე ეტყობა აგრესიულად. მაგიტო თხელ მასალებზე გამოიყენებენ ჰაერის კომპრესორს. ჰაერის კომპრესორი მუშაობს შემდგომნაირად. ჰაერის კომპრესორი უკვე მასალაში ჩადის შიგნით და ეს ჩასვლის სიღრმე დაახლოებით არის მასალის სისქის ნახევარზე დაბლა. ვთქვათ, ვთქვათ, ეს თუ არის 10 მმ-იანი, ფოკუსური მანძილი იქნება -5. დაახლოებით, -5.2 უნდა იყოს. და ეს ფოკუსური მანძილი დაითვლება რითი? აი აქ გვაქვს ეს ცხვირი, ხო? სპილენძის ცხვირი. აი ასე არის ჩვენი სპილენძის ცხვირი.
აქ ასე თავის რეზბა აქვს და როგორ ითვლება ფოკუსური მანძილი? ფოკუსური მანძილი ითვლება აი ასე. ცხვირიდან მასალამდე დაშორება, მაგალითად 0.2 დამატებული მასალის სისქეზე ცოტა დაბლა ჩასული ფოკუსი, ანუ -0.2 დამატებული -5.1 მოდი 1 იყოს. და ფოკუსური მანძილი გამოვიდა -5.3. ასე ითვლება ფოკუსური მანძილი ჰაერის კომპრესორზე. ჟანგბადზე კიდე პირიქით მაღლა ავდივართ. და რაც უფრო ჩვენ ახლა ჩავალთ დაბლა ამ ასე ვთქვათ ლაზერის სხივით, ეს განის, აი დააკვირდით, ნახეთ როგორ შეიცვლება, აი ეს განიც ხო აი ასე შეგვეცვლება. ანუ ამ ადგილას გადაკვეთავს ჩვენ თავაკს და თავაკის გაცხელებას დაიწყებს. ანუ ფოკუსი თუ ძალიან დაბლა ჩავწიეთ, ან ძალიან მაღლა ავწიეთ. ძალიან მაღლა თუ ავწევთ, მაგ შემთხვევაში აი ესეთი რაღაცა მოხდება. რაიცა ეს წავშალოთ, სად გვაქვს erase საშლელი. ой, წოდიდი საშლელი მინდა. აჰა. წოდიდი საშლელი გვინდა. იგივენაირად ხდება ნების შემთხვევაშიც, ჟანგბადზე პარამეტრის გასწორების შემთხვევაშიც. თუ აქედან დაიწყო ფოკუსი და ძალიან მაღლა ავწიეთ, იგივენაირად, თუ აქ 1 მმ ნახრეტი, მაშინ აი ამ სექციაში გადაკვეთავს ლაზერი და იგივენაირად გაგვიცხელებს. მაგიტომ გვჭირდება უკვე 2 მმ-იანი ნახრეტიანი ცხვირი. ანუ მასალის მიხედვით უნდა შევცვალოთ ცხვირების, უნდა შევცვალოთ ფოკუსი. ფოკუსი თუ არ ვცვლი და იგივე პარამეტრით ჭრი, იგივე ფოკუსური მანძილით, მას შეიძლება ცხვირი დატოვო. არ გადაგიხურებს, არაფერი არ მოხდება. ესეთი რაღაც, რომ არ დაგვემართოს, თან კიდევ დამატებით ლაზერის სხივი უნდა იყოს ცენტრში. ცენტრში გასასწორებლად ზემოდან რო დავხედოთ თავაკს, გვაქვს ორი ცალის შესტიგრანკა, დასატრიალებელი, აი აქ არის ლინზა, სამბარებზე არის დაჭიმული და როდესაც დაუჭერთ ამას, ვთქვათ, თუ დაუჭერთ 1000 სივრცის მიმართულებით, ეს გადაადგილდება ლაზერის სხივის გადაადგილებში, თუ აქეთას დაუჭერთ, თუ მარჯვენას დაუჭერთ, გადაადგილდება დიაგონალზე მარცხნივ. და ამის მიხედვით უნდა გავასწოროთ, რომ ნახოთ ცენტრში არის თუ არა ლაზერის სხივი. ქვემოდან სკოჩს ამოვაკრავთ ცხვირზე, ცოტათი თიც მივაჭერთ, მაგრად დავაჭერთ ლაზერს და იქ სხივი გამოასხივს. ოღონდ ქვეშ ხელი და რამე არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ხელსაც დაგვიზიანებს დიდი ალბათობით. ქვემოდან სკოჩს ავაკრავთ, სკოჩს მოხსნით, გავხედავთ თუ ანუ სკოჩზე დაეტყობა ეს ცხვირი თვითონ, რაზედაც თითი ამოვაჭირეთ, ცხვირის პატარა ნახრეტი. და იმ ნახრეტის მიმართ უნდა იყოს შუაში. თუ არ არის შუაში, ავდგებით ამით გავასწორებთ. გარედან ილუსტრაცია ხატია. ამ თავაკს საით უნდა დავატრიალოთ, როგორ უნდა დავატრიალოთ. და მაგის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ეგ ყველაფერი. ეს იყო და ეს აქ მეტი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის ამ აპლიკაციაში. თუ რამე კითხვები გექნებათ, მომწერეთ, ან დამეეკეთ და შევეცდებით დაგეხმაროთ.